მეგობრებო, ალბათ ბავშვობაში ყველას გვინდოდა ჩვენი თამაში შექმნა Roblox-ში და არც კი ვიცოდით როგორ გვექნა და დღეს კი თქვენ გასწავლით გასწავლით თუ როგორ შევქმნათ პატარა მინი თამაში, ანუ ობი Roblox-ში და ჩვენ დავიწყეთ. პირველ რიგში გავხსნათ Google ან სხვა პლატფორმა და ჩავწეროთ Roblox Studio. ვაჭერთ პირველივე links, ველოდებით და რეგისტრირდებით რაღაცა და ვიწერთ ან თვითონ სტუდიოს. შემდეგ რო ეს სტუდიოს გადმოვიწერთ, შევდივართ და ეს უკვე ჩემი პროექტი არის, მათ დღეს არის ზედმეტად ძნელია გადაწყებით იმას გავაკეთებთ. მეგობრებო, როგორც კი შემოვედით Roblox Studio-ში. უნდა გადავიდეთ აი აქ წერია templates და დავაჭერთ მაგას. შემდეგ აი აქ უკვე არის მომზადებული თამაშები, მაგრამ დღეს ჩვენ ეგენი არ გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება base plate-ი. ვაჭერთ მარცხენა ღილაკით და აი გვჭირდება ესეთი ფანჯარა. ეს კი იტყვით, რომ როგორ ვამოძრავა კამერაო, როგორ ჩვეულებრივ Roblox-ში კაცუნას როგორც ატარებთ. მარჯვენა ღილაკით მაუსის კამერა და წინ უკან როგორც ჩვეულებრივ თამაშებში. ხო. და ასევე გორგოლაჭი შეგიძლიათ გაადიდოთ და აპატარავოთ. ჩვენ კიდე დავიწყეთ. ობი ალბათ ყველა მიცით, ანუ ეგეთი პარკურისავით არის, რომ უნდა გაიარო და ბოლოში რამე ისეთი ობიენდი იქნა, სადაც შეგეძლება რომ ანუ სიჩქარე აიღო და რაღაცეები. და ადვილად, ანუ ჩვენით რო არა ვიყოთ ესე ბლოკები, შეგვიძლია აქვე ჩავწეროთ ობი. მაგრამ ჯერ ჩვენ მაგას არ გავაკეთებთ, იმიტომ რომ უნდა ვისწავლოთ დასაწყისში თუ როგორ გავაკეთოთ ეს ან თვითონ ბლოკი მაინც როგორ შევქმნათ, ეგეც უნდა ვიცოდეთ. ეს წერია part, რო დავაჭერთ, აი დასპაუნდება ესეთი ბლოკი, იტყვით რომ ხო და მერე აი როგორ გავადიდო გვერდებზე არა გასდიდებელი. აი უნდა ვისწავლოთ აი ეს 4 ფანჯარა. select ну ანუ ანუ დაასელექტო რაც ლოგიკურია. move ანუ გამოძრავება. scale ანუ გადიდება და პატარავება. და ეს დატრიალება რა, ზემოთ ქვემოთ რაღაცა. ხო. ანუ შეგვიძლია რა თქმა უნდა ჩვენით შევქმნათ რა ეს თემი პლატფორმა. არდა და ესე და შეგვიძლია Ctrl+D დავაკოპიროთ და გადმოვიტანოთ. მაგრამ აი ამას გავაკეთებთ და დანარჩენი ალბათ გავაკეთებთ თვითონ დამზადებული ფიგურებით. გავუკეთოთ ჩვენ სპაუნი, პატარა სპაუნი. აი ესეთი. მოწამ. სიმეტრიული არ არის, მაგრამ არაუშავს. და კიდე განახევთ თუ როგორ შევცვალოთ ჩვენ აი ამ ფიგურებს ფერი. ვაჭერთ ფიგურას და ეგ გვერდით გადავდივართ წერია color დააჭერ, აირჩევ ფერს, მაგალითად მივაუჭერ ცისფერს, ლურჯს და დავაჭერთ OK-ს და მოჩა. ეხლა კი დავიწყეთ ჩვენი ლობის გაკეთება. ამ ყველაფერს მე წავშლი ალბათ. ხო. რჩება მარტო ეს ანუ ბლოკი რაც ისპავნება ადამიანი. შემდეგ წერთ ობი და აქ გვაქვს ობის რაღაც დასაწყები ანუ რაუნდები. მაგრამ აქ წერთ ობი start და შეგვიძლია რამე ობი ავირჩიოთ, საიდანაც იწყება ჩვენი ობი. მაგალითად ავირჩევ აი ამას. ჩემი ეს ლამაზია და კაკრის ფანტაიცია არის, სადაც აქ დაიწყება ობი. აი ამას ვდებთ აქ და შეგვიძლია ჩვენი თუ გვინდა გავაფერადოთ და სხვაფრად გავაკეთოთ. ჩემ მაგალითად იქნება ესეთი და არ დაგავიწყდეთ რომ ეს ყველაფერი მონიშნოს და დააჭეროთ აი ამას anchor. ანუ ეს იმას ნიშნავს რომ დააყენებთ ისე რომ ვეღარ გაინძრეს. ისე კი დაიშლება მთელი კონსტრუქცია. თუ სხვა იმეებისგან შეგვიძლია, მაგალითად ეს დაინგრეოდა. ეხლა შემდეგ გადავდივართ ისე წერთ ობის და ავიღოთ რამე რაუნდი. ჩემ შემთხვევაში მაგალითად იქნება აი ესეთი რაუნდი. ხო.
და ამას ვიღებთ Ctrl+D როგორც გასწავლეთ ვაკოპირებთ და ვდგავთ აქ. მოთ ამას არა, რადგანაც ეს არის OP სტარტი და შეიძლება ადამიანი დაეტელეპორტიროს უკვე ბოლოში. ამიტომაც წერთ OP checkpoint-ი წერია და ავირჩიოთ ჩვენ რომელიც მოხდოს. მე ავირჩევ მაგალითად ესეც. და ვდგავთ აქ. შემდეგ მაგალითად შეგვიძლია ესე გავაბრძოლოთ, მე გავაკეთებ რავი რამდენიმე სტეფიანობის რა. და მოვჩერდ, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ რამ ხელს გინდათ და ანუ უსაზღვროდ შეგიძლიათ გააკეთოთ. უკვე შეგიძლიათ დამზადებულობი გააკეთოთ. მათ შეერთვის მაგას მნიშვნელობა არ აქვს, რადგანაც ახლა ჩვენ უბრალოდ გასწავლით. ხო, ეს დავაკოპირეთ, გადავიტანეთ, ეს ბოლო რაუნდი იქნება და მორჩა. ესე rotate დავატრიალოთ. ცოტა მივწიოთ აქ. ეს დავაკოპიროთ და დავაჭერთ გვერდით, რადგანაც ის შემდეგში დაგჭირდება და ეხლა კი წერთ OP finish. აქვე ამოვიდეთ. და შეგიძლიათ აირჩიოთ რომელიც გინდათ. მე მაგალითად ავირჩევ რომელი და მაგალითად ეს. OBN უკაცრავად OB შემეშალა ხო და ავირჩიოთ რომელიმე, ანუ აი ეს უკვე დამზადებულია და მაინც ავირჩიოთ მოდით აი ამას. გადმოვიტანეთ ესე და ავწიოთ ცოტათი ზემოთ. შემდეგ მოვახვედრეთ აი ამ ჩვენ დამზადებულ ბლოკთან. ცოტათი შევწიეთ, კიდე ცოტათი ავწიოთ. ესე იყოს. ხო და შემდეგ ეს ჩვენ checkpoint-ი ამოვიტანთ აქ. შეგვიძლია ცოტათი დავაპატარავოთ, რადგანაც მაგხელა ალბათ აღჭირდება. ხო. და ეხლა ისე ვნიშნავთ ყველაფერს და answers ვაჭერთ. შემდეგ ვაჭერთ აი place. გამოგიჭირე? ვიცი რომ არ დაალაიქე და არ დააფოლოვე ეს ვიდეო, არა და მე გთხოვე. აი ესე დირექტს დააჭირე, უნდა ეწეროს subscribe და დაასუბსქრაიბე. თორე გიპოვიდა შეჭა. ახლა ეგრევე უნდა გეჩვენოთ. რა თქმა უნდა, სანამ თამაშს დავდებთ, რა თქმა უნდა გავტესტოთ ჩვენი თამაში. რომ უეჭველი შეიძლება და სამის გავლა. აი როგორც ხედავთ, ახლა იატაკი ანუ არ ყავს, ამას მე დავამატებთ. მაგალითად აი ეგ მოვდი. შეხედეთ სად დავისპავნები, ისე იმ checkpoint-ზე. აი აქვე ავისპავნე. მაგალითად ახლა მოდით გავივლი რა. ესე რადგანაც ახლა დიდი მნიშვნელოვანი ეგ არ არის. როდესაც გასვლის შედეგად მთელი თქვენი პროგრესი იკარგება. ავედით. აი ერთი ვიპოვე უკვე რომ ეს ვერ ვილით ამას. ავიღოთ და ცოტათი გავწიოთ. ცოტათი აი ეს. შემდეგ ჩამოთხროლეთ და play here. და გვეთამაშა აქვე. და ავედით ზემოთ. და აი აქ როგორც ყველა უბის დასასრული გინახავთ, რავი, შეგიძლიათ ეს ბლოკი აიგოთ დადგათა ესე რავი რაც გინდათ ისამ. აი ბადუტიც კი გვაქვს ახლა. შეგვიძლია რა ვიცი, ვიხტუნავთ, კიდე რა შეიძლება. სპიდი შეიძლება და 100 გაგვიხდეს. რა ვიცი რა შეიძლება, აი კიდე შეიძლება თავზე დავიხუროთ. ხო და ყველაფერი შეიძლება საერთოდ. თითქმის ყველაფერი ხო. და შეგიძლიათ აქ თქვენ დაამატოთ OP-ის რაღაცა და admin-ის, მაგრამ ეგ უკვე სხვა შემდეგ ვიდეოებში. ეხლა კი გავაკეთოთ ისე რომ როდესაც ჩვენ ვარდებით ეს ადგილი თვითონ ანუ კლავდეს. ამისთვის ვასტოპებთ თამაშს. შემდეგ მოვნიშნეთ და ცოტათი აი მე რეკომენდირებ ესეთ იმას სიმაღლეს დაახლოებით, პატარაზე რა თქვენს როგორ გინდათ.
და აი აქ ობი ენდის ნაცვლად ჩავწეროთ ვალა და აიგეთ აი ეს ლავა ფლორი. შემდეგ დადგით და ეს იქნება ობი ენდი. და აქ შეგიძლიათ თქვენს რაღაცეები დაამატოს, მაგალითად აქ შეგიძლიათ ეს წავსვლელი გააკეთოთ, თქვენოთ რომ რა ვიცი ხალხი დარბოდეს აქვე, ერთ ისაც გადახტება ადამიანი, ხო? ესე კი. ეს შეგიძლიათ გაადიდოთ. ნუ როგორც გითხარით რა, ვაჭერთ ესე movement-ი. Scales და ეს გავადიდეთ, დავაპატარავებთ. ხო. და ყველაფერი შეგვიძლია ვქნათ. და ასევე შეგვიძლიათ ამას რა თქმა უნდა ფერი შევუცვალოთ, მაგალითად თეთრი, რამე ესეთი ცოტათი მუქი თეთრი. უკულინაც შვედი გამოვიდა, ნუ ხო ჩემ ეს წითელს ესჯობია. ხო და ბოლომდე საიზები რომ გავადიდოთ, როცა ლიმიტი არა გადიდებაზე. ზოგჯერ თუ აი ლიმიტი, გაცდით? ხო, აი ლიმიტი ეგ არის. და ალბათ ხო რა დავაჭიროთ place და აი ჩვენ დავისპანოთ პლატფორმაზე. ეხლა მაგალითად ვინმე გადავარდი და ეგრევე მოვკვდებით და ვისპავნებით დაწყების პლატფორმაზე, ხო წესით? კი. და ეხლა მოდით გავიაროთ. თუ მართლა შეიძლება ამის გავლა. აქ ჩითერობა შეიძლება. ვერ არის გათვლილი, ამიტომ ამას არ გიშვეთ რომ გამოიყენოთ. ხო, ასევე აი ამ quest-ების ვინმე კარჩი ხო, შეგიძლიათ გაადიდოთ ყველაფერი ქნათ რა. მაგალითად ეხლა არ ვიცი ეს რამდენად უცნაური იქნება, მაგრამ მოდით ეს მოვნიშნოთ რა. просто ბარე მაინც დიდი ამბავი რა. არაფერი არ მოხდება. ხო, ავიღოთ და გავადიდოთ და ძალიან და მოთ ეხა უკვე დავაჭიროთ სტარტს. და მაგალითად ანუ ეხა უკვე ყველაფერი გადიდა და შეგიძლიათ გააკეთოთ ანუ ესეთი რაღაცები რა უბრალოდ ისეთი გააკეთეთ რომ გასვლა შეიძლებოდეს და ზომა დაუპატარავეთ და მაგას შემდეგ ვიდეოებშიც გასწავლით და ყველას გემშვიდობებით და თუ ეს ვიდეო იყო თქვენთვის საინტერესო და გამოიყენეთ თუ შეიძლება დამილაიქეთ ვიდეო და დააფოლოვეთ რადგანაც მე თქვენთვის წვალ და ყველას გემშვიდობებით